მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ კიდევ ეიფორიაში ვართ, გუშინ წინდელი ჩვენი მოგებით. კარგი ვქენით რომ მოვიგეთ. ილოცავთ კიდევ ერთხელ ამ ფანტასტიკურ შედეგს. ვილაპარაკოთ ახლა მიმდინარე მოვლენებზე მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში. უბრალოდ მინდა თქვა, რომ ამ მატჩმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ვირიშვილების ოპოზიციად წოდებული ვირიშვილების სახე. მე შემიძლია სხვანაირადაც თქვა, რომ დახვეწილი ქართულით და სდილად, მაგრამ ანეკდოტში რო არის, ბევრჯერ ვიხსენებ იმ ანეკდოტს. შორიდან გაუპატიურებას გავდა და ახლოს რომ მივედი ის რაც თქვიო, იმიტომ რომ როცა შენს ნაკრებზე ამბობ, რომ ზურგს შევაქცევ და მეგონი სოხებს უგულშემატკივრებო ეს ვირიშვილობის გარდა სხვა არაფერია. კარგით, მაგათ თავით დავანებოთ, იმიტომ რომ სადაც არიან, სულაც ამის გამო არიან. ვილაპარაკოთ სოფლიოზე, ჩვენ ვხედავთ მცდელობებს ტრამპის ადმინისტრაციის, რომ მშვიდობა დაამყარონ უკრაინაში, ხედავთ ბიზანტიურ თამაშს პუტინისა, რომელიც აქებს ტრამპს ელახუცება, მაგრამ ამბობს, რომ აიცით რა საჭიროა უფრო მეტი გარანტიები, საჭიროა რომ სადაზვერვო ინფორმაცია და იარაღი არ მიაწოდოთ, საჭიროა რომ უკრაინაში შეწყდეს მობილიზაცია და მერე უკვე შეიძლება ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი. ამავე დროს ხედავთ, რომ უკვე სუმის ოლქში არის გადასული რუსის ჯარი და იქ შეტევით ოპერაციებს აწარმოებს. ევროპას მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება, ევროპა ანაცვლებს გლობალისტების არმიაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, მეცაც გეტყვით იწყება ამერიკა ევროპის ფარული დაპირისპირება, ჯერჯერობით რაღა ფარული პირდაპირ დაპირისპირება უკვე ტარიფების ომი ამერიკის მიერ ჩახსნილი პროექტების ევროპაზე მიწებება, აი ერთ-ერთი ასეთი ევროპა პროექტი არის რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმის გადაკაჩვა ევროკავშირისკენ. ევროკავშირმა თქვა, რომ ჩვენ ამ რადიოებს მოუვლითო, იცით რომ ტრამპმა ჩახსნა დაფინანსებიდან, როგორც არაეფექტური, ესე თქვა მასკმა, რომ გიჟების სამოსახლო, გიჟები არიან, რადიკალი გიჟების სისულელებს ძახიან რადიკალი გიჟები იმ რადიოდანო. ნუ რა იყო, ეგ იყო პროპაგანდისტული საშუალებები, რომლებიც ამერიკის ინტერესს იმდენად კი არა, არამედ პროპაგანდირებდნენ ევროლიბერალურ, დებილურ რაღაც თეზისებს, იდეოლოგიას, LGBTQIR+ რაღაცა პოსტულატებს, რომელიც ამერიკის პრიორიტეტებში აღარ არის. მოკლედ, ევროპა ხდება ამერიკის საპირწონე ბრძოლა, ეხლა საინტერესო ბრძოლა გადადის უკვე იქით. ეხლა ამერიკის მდგომარეობა რაშია, ხო? ევროპა ებრძვის, რუსები რა თქმა უნდა ებრძვიან ჩინელები, გადაიმტერა კანადა, გადაიმტერა მექსიკა და ალბათ სამხრეთ ამერიკაც, გარდა არგენტინის გიჟი პრეზიდენტისა. ხო არ ვიცი, აქ როგორ იქნება ტრამპის საქმე? არ ვიცი. ჩვენი საქმე როგორ იქნება ამაზე თქვათ მერე და ეხლა დავიწყოთ აი ამ ჩემი ნათქვამი თეზისების ანალიზი. კი ბატონო, მოდი შალვა პირველ რიგში დავიწყოთ იმით, ანუ უკრაინაში რა ხდება. და რატომ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ანუ დავიწყოთ იმით, რომ ამერიკის და რუსეთის პოლიტიკას თავისი ლოგიკა გააჩნია. რა პირველ რიგში გააჩნია ის, რომ ტრამპი ეხლა იწვნევს შედეგებს წინა ადმინისტრაციების. ანუ რას გულისხმობ, რომ აქამდე თუ ჩვენ შევხედავთ რუსეთ-უკრაინის და რუსეთ-ამერიკის და რუსეთ-ევროპის პოლიტიკას, ძირითადად ეს იყო პოლიტიკა, რომელშიც რუსეთს უბრალოდ ბანალურად ატყუებდნენ. ანუ სარგებლობდნენ იმით, რომ რუსეთი უფრო ესეთ რაღაცნაირი კაცური პრინციპებით გამოდიოდა, რომ ანუ რასაც ამბობდა, იმას აკეთებდა და ესენი არ აკეთებდნენ. სიტყვის პატრონი იყო თქო. ხო, მაგას გულისხმობ რა, იმიტომ რომ ეს, ნუ რა ვიხარ, ამას თვითონ უკრაინელებიც აღიარებენ, გასაგაი არესტოვიჩს და ეს საომსროთ, ჩვენო არასოდეს არ გვიფიქრე იმაზე, რომ რასაც ვამბობდით, იმას შევასრულებდით. მაგალითი აგერ არა გავს მინსკის მოლაპარაკებების მერე რა თქვა გერმანიის ლიდერმა და რა თქვა მემუარებში, ხო და არა რა თქვა იმას გერმანიის ლიდერმაც და
მერკელმაც რა. მერკელს კანცლერს უწერია, მაშინ ყოფილ კანცლერს და ეს შალვა ძალიან უკვე ანუ როგორ არის რომ შეიძლება ვიღაცა მოატყუა ერთხელ ორჯერ, მაგრამ ხა ნორმალური სახელმწიფოები და ეს უკვე რეაგირებენ და აქედან გამომდინარე უკვე რუსეთი ძალიან პრაგმატულად და ცივსისხლიანად იქცევა და თან რაც თავარია ამ ომმა აჩვენა რომ ომი არის ის მდგომარეობა რომელშიც რუსეთი ძლიერია ანუ მთელი ეს სახელმწიფოებრივად ანუ რუსეთი ანუ უფრო კონკურენტუნარიანია საომარ რიტორიკაში ვიდრე მაგალითად სავაჭრო ეკონომიკურ და რაღაცა ტექნოლოგიურ დაპირისპირებაში იმიტომ რომ ომის შემთხვევაში ამ ქვეყანას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ძალიან ტექნოლოგიურად ძლიერია და ომი ახერხებს რაღაცებს და აქედან გამომდინარე მათთვის უფრო მარტივია ომის გაგრძელების ვარიანტიც. ვისთვის? რუსეთისთვისაც. შესაბამისად მთელი ეს საუბრები როაც ამ 30 დღიან სხვა ზავზე და რაღაცებზე მათთვის არ არის პრობლემა. თუ მოახერხებს არა, უნდა, ეგრე არ არის, სანქციების მოხსნაც უნდა და ასე შემდეგ. მაგრამ არა, უნდა, შალვა. მაგრამ ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი როგორც უკრაინისთან ტრამპისთვის თუნდაც. ხო. მაგრამ თუ ისინი კიდევ ერთხელ მოტყუდებიან არა, მასე არ. ანუ ისინი ვერაუხსნიან უკვე ამას საკუთარ მართალია. მე რო ვკითხულობ ხა ტელეგრამებს, რუსულ ტელეგრამებს, ძირითადად მაგას ამბობენ რომ მეტი აღარ უნდა მოვტყუდეთ. რა თქმა უნდა. მეტი არ შეიძლება. შესაბამისად ეს არის ერთი მხარე ხა. მეორე მხარეს რაც შეეხება ევროპას, მე მესმის რატო აი თეორიულად რატო უნდა ევროპას რომ გახდეს მთავარი აგრესორი და მილიტარისტი. უბრალოდ აქ პრობლემა ის არის რომ მათი იდეოლოგია, ანუ ის რასაც თითქოს მათ ჯერათ და ეს მილიტარისტულ აგრესიული რიტორიკა ერთმანეთს ძალიან აცდენილი გამოდის, იმიტომ რომ ანუ მე რაც გულშავა ანუ ეკონომიკაც, იმიტომ რომ ანუ მათი იდეოლოგიიდან გამომდინარე ძალიან რთულია დაარწმუნოს საკუთარი მოსახლეობა რომ ისინი წავიდნენ საუბრად. გაიწვიონ ჯარში მაშინ. ხო. ახალგაზრდები აამუშაონ ქარხნები, ქვემეხების. ანუ ზუსტად მაგაშია. საქმეს რაღაცა მთელი ეს რაღაც gay friendly militarism, როცა საქმე შენ უნდა იომოს. ეხება ძალიან რთულად. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გასაკეთებელი. მიუხედავად უკვე ათწლეულებია რაც ევროპა გაერთიანებულია, აბსოლუტურად სხვადასხვა ვინც ნამყოფია ის დამეთანხმება. ეს არ არის გაერთიანება სამწუხაროდ. ან მათ სხვა ატმოსფეროს უფევს. არა გერმანიაში და სხვა ატმოსფერო არის იტალიაში. ანუ მათ შორის ხო შენ ახლა საერთოდ სხვადასხვა ქვეყნებია. თან თქვი ლიდერი სახელმწიფოები და კი, ახლა სკანდინავიის ქვეყნები და საბერძნეთი რო აბსოლუტურად სხვადასხვა პლანეტაა ესეც ვიცი. რუმინეთში არჩევნები გააუქმეს საერთოდ. და პლუს არა, ხო ხტები, არ არის ერთიანობა. ანუ ყველაზე მეტად ანუ რაც მიყვარს ცელამ დისკუსიაში. ანუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან საუბრებში რა როლს თამაშობს ძალიან მნიშვნელოვანი გამოსული ქვეყანა. გამოსული ქვეყანა ევროკავშირის. არა, იქ როცა რაღაც არის გასაფუჭებელი და ბრიტანელებს აქვს გენიალური სკოლა. ბრიტანელების მოგონილია არის ბრიტანელების მოგონილია მთელს პლანეტას მართავდნენ ურთიერთდაპირისპირებული აბორიგენების ტომებით და როგორ იქცეოდნენ ამერიკაში, როგორ აომებდნენ ზოგინდიელებს, ინდოეთს როგორ დაიპყრეს? ზოგინდიელებს თეთრებთან. ანუ ყველა ანუ ინდოეთში ვინ ომობდა ვინ? ბრიტანეთის საგანძური, ინდოეთი, რომლის სიმეტრია 20 კაცით. იმდგა 20 კაცით. თელი ეს იმპერია როგორ დაიპყრეს, ხო? 20 კაცით. რაც ლიუისმა 600 კაცით დაიპყრო ის, ხო რა, პირობითად რაღაცა 200-იანი ქვეყნებს ეომებოდა. ხო არის ორი საკითხია ტრამპის მტერი ახლა არის პრინციპში დრო, იმიტომ რომ ის რაც მას უნდა, მეტყვი რომ მას წარმატება აქვს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ ჯერჯერობით ესეთი მნიშვნელოვანი წარმატება საგარეო პოლიტიკაში, მოდი ესაც აღიაროთ რომ არ ქონია. იმის დაპირდა მშვიდობას და რეალურად რასაც აკეთებს პუტინის ჯერა და ეგრეც არის რომ პირიქით რაც უფრო დრო გადის ეს თამაშობს რუსეთის სასარგებლოდ, ხო? ამიტომ ის ბიზანტიური დიპლომატიით, ხო? ის პასუხობს ორაზროვანი პასუხი ისინი აქვს, ხო? მე მშვიდობა მინდა, მაგრამ არის დეტალები, ხო? ესეთი პრინციპი აქვს პუტინს. მეორე ჩვენ ხედავთ ზელენსკი იმის მიუხედავად რომ ეხლა ჩვენ ნახეთ რომ კურსკის ოლქში ფრონტი ჩამოიშალა, ჩვენ ხედავთ თელ რიგ ესე იგი სირთულეებს უკრაინის
უკრაინისთვის თვითონ ზელენსკისთვის ამას აქვს ეგზისტენციური საკითხი, რომ ომი არ დამთავრდეს. რა თქმა უნდა. ამიტომ ზელენსკის თავრობის მიზანი არის, რომ ტრამპმა ვერ მოახერხოს შვიდობის დამყარება. ვერ მოახერხოს და ის რაც მოხდა თვეცსახში, ეგაც იყო ერთ-ერთი ნიშანი, რომ პროვოკაცია. ხო, არ წამოვიდოდა შვიდობას. ეს იყო ერთ-ერთი ნიშანი, რომ არ წამოვიდოდა შვიდობას. ანუ ზელენსკის ინტერესი არის ომი გაგრძელდეს უკრაინაში. რაც პრინციპში ტრამპის ინტერესს პირდაპირ ურტყავს, გარკვეულწილად. კი, შეიძლება უკრაინის გარეშე მოხდეს ხელშეკრულება, მაგრამ ამ ხელშეკრულების დაცვა უკრაინის გარეშე ვერ მოხდება. ანუ უკრაინა უნდა იყოს ჩართული მინიმუმ იმაზე, რომ შვიდობა როდესაც დამყარდება, ეს პირობები შეასრულოს. ამიტომ ზელენსკის ყავს ახალი ბოსი, ახალი პატრონი, ეს არის ევროკავშირი. ხო, ეხლა ევროკავშირს რაც შეეხება, ევროკავშირი აი ძალიან საინტერესოდ იქცევა. ერთი უკვე თქვი, რომ რადიო თავისუფლება და ესე იგი ამერიკის მიიწება კი ბატონო. ხო, თქვა რომ თვითონ დააფინანსებს. მეორე, ჩვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად ანტიტრამპულ პოლიტიკას, იდეოლოგიურ პოლიტიკას ეწევა, თუნდაც ეხლა იმ დროს, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ ორიგენდერია და აკრძალა პრინციპში მოზარდებისთვის სქესის შეცვლა, საფრანგეთმა მიიღო კანონი, სადაც 16 წლის ადამიანებს, პრინციპში არასრულწლოვანებს აქვთ უფლება სქესის შეცვლის. მაგრამ ეს ერთი იდეოლოგიური ნაწილია. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენ ხედავთ, რომ როგორ პრობლემებს უქმნის პრო-ტრამპისტულ რაღაც ძალებს ევროპაში. რუმინეთი იქნება ეს, ეხლა სერბეთი იქნება, უნგრეთში ვერ ახერხებს ამას ეს დათელია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ამ შემთხვევაში ევროპელების თვალით დანახულია როგორც ესე იგი ტრამპისტული რაღაც ქვეყანა, ქართული ოცნებას დანახულია როგორც ტერი, ამიტომ ტრამპი არის მათთვის ტერი. შესაბამისად ის ვინც ბაძავს აყვება ტრამპს რიტორიკაში და ჩვენ ხო ავყევით სუვერენიტეტზე დავიწყოთ საუბარი და სხვა იმაჯზე, ევროპისთვის, ევროკავშირის ბიუროკრატიისთვის ეს იყო მტრული ესე იგი ნაბიჯი. და ბუნებრივია, რომ ეს ამ ევროპა ამერიკულ დაპირისპირებაში აღმოჩნდით, ამ პროცესში აღმოჩნდით. ეხლა რაც შეეხება მნიშვნელოვანი მომენტს, ეხლა ბევრი იწერება ერთ რამეზე, რომ თვითონ ევროპელებს არ აქვთ ეს პასიონარული აქ დაკარგული. ომი არ უნდათ, ობიექტურად ომი არ უნდათ. იმის მიუხედავად, რომ ისინი იმუქრებიან, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ ერთ ძალიან საინტერესო მომენტს. ისინი აფინანსებენ ჩემთვის ძალიან ესე იგი გასაკვირვად ექსტრემისტ მუსულმანებს. სირია იქნება ეს, თუ სხვა ესეთი ქვეყნები იქნებიან, აფინანსებენ ესეთ ძალებს. და როგორც იმას შვებია, ვენეციაში თავის დროზე ვენეცი არ იყო ბიზანტიური დიპლომატია და იყო აი რაზეც შენ თქვი ბრიტანული ესა ვენეციური დიპლომატიის რაღაც გაგრძელება, ხო? ეს არის რომ ესე იგი შექმნას ისეთი ქაოსი და ამ ქაოსში გეოპოლიტიკური ზონა მოიპოვოს. კი, ვენეციას ჯარი არ ყავდა. ვენეციას არ ჰქონდა ბანკი ჰქონდა. მაგრამ მას ჰქონდა ბანკი და ესე იგი ინტრიგები. და ვაჭრობას ფლობდა ძალიან კარგად და შესაბამისად ვაჭრობის გარდა მე დარწმუნებული ვარ, ყველა ვენეციელი ვაჭარი მზვერავიც იყო და მარკო პოლო იყო ერთ-ერთი პირველი აგენტი. ამიტომ რაც არ უნდა საერთოდ იყოს, ჩვენ ხედავთ ესეთ რაღაცას, რომ ყველაზე ისეთ ძალებს, რომელსაც უნდათ ომი, რომელსაც უნდათ ქაოსი, რომელსაც უნდათ რაღაც ესეთი დესტრუქციული ძალები, რატომღაც მათ უკან ადრე იყო USAID-ის დაფინანსება და ეხლა ესეთი შტაბეჭდილება არა პრინციპში სირიის მაგალითზე ეგ არ არის მარტო შტაბეჭდილება, ესა ფაქტი, ხო? ხედავთ რომ ევროპა მაიღო ეს როლი, ესეთი ძალების დაფინანსების. ოღონდ ევროპამ როგორმა ევროპამ? აი ბიუროკრატიულმა ეს რომელსაც თვითონ აქვს გარკვეული საფრთხეები უკვე. ეხლა თუ მაგალითად ხმის მიცემის უფლებას ჩამოართმევენ ორბანს, რომელიც ძალიან ცუდად ექცევა მათი გადმოსახედიდან, ეხლა ბოლო გუშინ დაუბლოკა ხო რაღაც რეზოლუციის მიღება უკრაინის დახმარების. ეგ უნდა შეძლონ, ეგ უნდა გააგდონ რაღაცნაირად ორბანი ან სხვათა შორის არის ესეთი ნაწარმოები, ველბექს აქვს ისლამურ საფრანგეთს, რომ როგორ ხდება ეტაპობრივად ნელ-ნელა სეკულარული, მულტიპოლარული, მულტიკულტურული პოლიტიკის შედეგად, როგორ ხდება ევროპის ისლამიზაცია. და ეს ხდება ძალიან ესე იგი ყოველგვარი რაღაცა იმის გარეშე, რაღაცა ძალადობის გარეშე, აი ესე ხდება, ყველა სტრუქტურაში ესენი ბოდიან და იღებენ და უნდა ითქვას ერთი რაღაცა რა, თუ სადმე გაძლიერდა ესეთი ძალები, გაძლიერდა ლიბერალურ ევროპაში, ლიბერალური ევროპის პოლიტიკი და თუ კი ევროპა ხედავს ევროკავშირის რაღაც წევრები ხედავენ რომ ეს პასიონარული სული შეიძლება ამით მიიღონ, არის ამის შანსი
რომ ეს კარტის გაათამაშონ ამის თქმა. ანუ დაიწყო საკუთარი ჯერ ემიგრანტების ახალგაზრდა მამაკაცების ემიგრანტებს საკმაოდ დიდი ისა ყავთ რაოდენობა ყავთ თვითონ ევროპაში საკმაოდ დიდი რაოდენობა ყავთ თან ისეთი მამაკაცების რომლებიც რეპროდუქციული ასაკის არიან და აქვს სულისკვეთება აქვს განსხვავებით როდესაც შენ მოსახლეობას აღარ უნდა ამ შემთხვევაში militarisme ელემენტარულად იმისთვის რომ შენ იქცე კვლავ გეოპოლიტიკურ რაღაც ძალას შენ გჭირდება რაღაცნაირად გადაწყობა. მე მგონია რომ ევროპული ისლამური კარტი კვლავ გადათამაშდება და დაიწყება ამ ცუდი ამ ბნელი რაღაცა პოლიტიკის გატარება. ლიბერალ ფილოსოფოს კარლ პოპერს აქვს ესეთი თეზისი, ეს არის ტოლერანტობის პარადოქსი, რაც გულისხმობს რას, რომ ან თუ შენ ითამაშებ ტოლერანტობის კარტებით ბოლომდე შენ უნდა იყო ტოლერანტული არატოლერანტის მიმართაც, ანუ შემწყნარებელი იმის მიმართ, ვინც არის არაშემწყნარებელი. და შესაბამისად გადადიხარ შენ საპირისპიროში და რაც ახლა ნუკრი მოყვა, ფაქტურად არის ამ ტოლერანტულობის პარადოქსის გათამაშება ევროპის სცენაზე. ხო, ანუ შენ ხარ ტოლერანტი, შენ უშვებ ყველას და ის ძალები, მე არ ვამბობ ხა კონკრეტულ ვინ როგორ არის, მაგრამ ძალები, რომლებიც არიან არატოლერანტები, არიან ხნეები, არიან სიცოცხლით ახსავსეები ვიტალური ძალა მეტია, განსხვავებულს ისე არ უყურებენ როგორც სხვა რელიგია იქნება შემწყნარებლად არ უყურებენ ისინი სწორედ ამ შემწყნარებლურ თლიანობაში ხო იმ სადაც ცხოვრობენ იმას გადაიყვანენ საპირისპიროში და ახლა რაც შეეხება ევროპას ხო ანუ ეს ყველაფერი ხდება რატო იმიტომ რომ ეს ევროპა ხრავს ასე ვთქვათ კონსუმერული სამოხმარებლო სული ჩვენ ცხადია ხა ჩვენც რაღაცა ამ სისტემის ნაწილი ჩვენშიც ჩვენ საზოგადოებაში შემოვიდა ეს მომენტები მაგრამ ჩვენ გამომდინარე იქიდან რომ ხან ომში გვითრევენ ხან რა ქვია ვთქვათ სააკაშვილის თემა არის რომელიც ყოველთვის ცდილობდა აქ ვითარების არევა სანამ ციხეში მოხდებოდა ანუ ჩვენში ამის მიუხედავად ეს ვიტალობა რადგან ამ ეგზისტენციალურ ყევებში ვარ ჯერჯერობით არ დასუსტებულა ხო არ დასუსტებულა ტრადიციულ საზოგადოებაში და პირიქით ლიბერალები გვებრძვიან და უნდათ რომ გადატრიალება მოახდინონ მაგრამ დაჯარიმება არ დაჯარიმება ანუ ზუსტად აი სწორად ანუ ერთადერთი ერთადერთი ქვეყანაა სადაც რევოლუციას ვებრძვით ჯარიმს დანარჩენი არაფერი არ არის საჭირო თან ეფექტურად არა ხო და მეტი არ არის საჭირო ანუ ეს რას ნიშნავს ესე იგი ზუსტად აი ეს კონსუმერული ჯარიმის კი საკმარისია რა ზუსტად აი ეს რო ვთქვით აი კონსუმერული სულია რომელსაც უნდა თავისთვის განცხრომა მოხმარება და არა და ცხოვრებისეულ მომენტებს არ აქცევს ყურადღებას მაგრამ მაინც ეს ცხოვრება და ეს აკაკუნებს კარებზე და ერთ-ერთი დამკაკუნებელი არის რუსეთი ხო მაგალითად და ამისთვის მათ ჭირდებათ ეგრეთ წოდებული ნაიომნიკები და პროქსი ქვეყნები მაგალითად ისეთი როგორც არის უკრაინული ნაციონალიზმი რუსეთსაც იგივე პრობლემა ისლამური მაგრამ რუსეთმა თუ მიაქციეთ ყურადღება ძალიან შეამცირა და თითქმის აკრძალა შუა აზიის რესპუბლიკებიდან ეგ იყო მთავარი პრობლემა მათი მუშახელის შესვლა იქ ძალიან იმიტომ რომ ყველა ტერაქტი რომელიც რუსეთში მოხდა იყო მაგათ შუაზიელი და ასევე ისლამისტების ხელით კეთდებოდა ვინ უკვეთავდა ეგ საკ თემაა მაგრამ რუსეთის საზოგადოებაზე აი ეს რატომაც არ ჩამოიშალა ეს და სანქცია ანუ ეს იყო აი ამ კონსუმერული საზოგადოების დანახულო ეხა ჩვენ დავასანქცირებ და რომც ემუშავა სანქციებს დილით რომ შამპანურს ვერ დალევს ხო ანუ ეგ არაა ის პრანგულს და დალევს ყირიმულს აი ეს საჭილად ეგ შეიძლება 2 მილიონი რუსისთვის იყო პრობლემა კი ხო რომელიც წავიდა მაგრამ რუსეთში ცხოვრობს 125 მილიონი. იმის მიუხედავად რომ ტაკერ კალსონი მაგალითად ამბობს რომ რაკაია ეს პეტერბურგი, მოსკოვი და ეგ მართლა კარგი ქალაქებია, ძალიან მაღალი დონის ის სამომხმარებლო, მაგრამ თვითონ იმ რუსებს არა აქვთ, ანუ სამომხმარებლო სულზე არ არის ედუცირებული რამდენი ვიდეო არის, სადაც რუსი ქალი ბაბუშკა დიასახლის გამოდის და დათვს აგდებს იმითი, რა ქვია. დიდი კაპჩით. ანუ ფეხებზე კიდეათ, ანუ რუსეთს ებრძოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც რუსეთში ნამყოფებიც კი არ იყვნენ, არამედ თუ და წარმოდგენა არ ქონდათ ისტორიაზე და ხო. ახლა ამ ეგრეთ წოდებულ გაწევ-გამოწევაში რუსეთი, ამერიკა, ევროპა, უკრაინა ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვაწყვეტს ჩინეთის როლი, რომელიც თავისთვის ის ესე ჩუმბაცნარად როგორც ყოველთვის და ფაქტიურად წარმართავს რაღაცა მთავარი როლი მიუძღვის რაღაცა გეოპოლიტიკურ გადანაწილებაშიც და დღევანდელი სიტუაციის დარეგულირებაშიც. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ცოტა ხნის წინ მან დაიწყო საუბარი ევროპასთან ურთიერთობებზე.
ანუ ევროპასთან ურთიერთობა უნდა დაამყაროს. აქამდე რაღაცა გაჩუმებული იყო მაგასთან დაკავშირებით ხმას არ იღებდნენ. ეხლა ჩემი აზრით რა ხდება? როდესაც პუტინისა და ტრამპის ურთიერთობის რაღაცა მეტნაკლებად დათბობასავით შენიშნა და მიხვდა რომ ტრამპი პუტინს უთმობს, ასე ვთქვათ, რაღაცა დათმობაზე მიდის და ძალიან კარგად მიხვდა და ყველა მიცის რომ რა შეჭირდება ახლა ტრამპს პუტინთან ურთიერთობის დალაგება. იმიტომ რომ აგერ ყველაზე საშიში ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის ნომერ პირველი, ასე ვთქვათ, მტერი არის ჩინეთი. ეს რუსეთი არის რაღაცა ირიბად ჩინეთს ურტყავენ რუსეთთან ურთიერთობით და უნდა რომ ჩინეთს გამოაცალოს ხელიდან ძალიან ძლიერი მოკავშირე. ანუ ჩინეთი და რუსეთი ეს არის მოკავშირე, რომელიც ყველას და ყველაფერს გადაწყვეტს. და დღეს რუსეთის მართვის ბერკეტები ხელში ჩაუგდეს ჩინეთს. ეს გააკეთა არა პუტინმა, არამედ ბაიდენმა და ევროპის ქმედებებმა. როდესაც მინიმუმ ის რესურსები, რომელიც რუსეთს აქვს, რომელიც მასში იყიდებოდა, ევროპაში იყიდებოდა, ხო? ესენი ავტომატურად გადავიდა ჩინეთში და მონოპოლისტი გახდა ჩინეთი რუსეთის ბუნებრივი რესურსების. წარმოიდგინეთ ახლა რა რესურსები აქვს და რამდენს ყიდის, ხო? შესაბამისად, როდესაც მონოპოლისტი გახდები, ბერკეტიც გიჩნდება იმისთვის, რომ მართო როგორც გინდა მიწიო და მოწიო. ეს ყველაფერი დაინახა და ძალიან კარგად ხვდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაინახა აგერ მისმა ადმინისტრაციამ, ახალმა ადმინისტრაციამ და ცდილობს როგორმე ესენი ერთმანეთს დააცილოს და პირველი შედეგი რაც მე დავინახე, ეს იყო ეჭვიანობა ჩინეთისა, რომელმაც ეგრევე გახსნა და ახალი თემა შემოუშვა, რომ იცის რა, აგერ მასთან ევროპასთან მინდა რომ ვითანამშრომლო და ვივაჭრო. ანუ აქ მიდის სერიოზული გეოპოლიტიკური თამაშები და ამ შემთხვევაში ახლა აქ ჩვენ რო ჩავეკვეხოთ არ გამოვა. რას ვაკეთებთ ჩვენ? ანუ ყველა დიდი მოთამაშე არის შემოსული ჩვენ რეგიონში. ყველა. და ამ შემთხვევაში ეხლა აბა ლიბერალ ფაშისტებო დღეს ამ სურათიდან გამომდინარე აარჩიეთ ვის მხარეს უნდა დადგეთ. ხო არის, აგერ ჩინეთი და ევროპა. ესენი ჯერჯერობით თქვათ მონახაზი არის რომ ესენი ცდილობენ ერთმანეთს დაუკავშირდნენ. რა თქმა უნდა ევროპამ დაიწყო ამერიკის საწინააღმდეგო თამაშები, რაც აქამდე იყო საუბარი და ამ თამაშში აგერ მხარიაობა ჩინეთმა. მერე სად გადის ევროპულ ჩინური წვირთი? გზა სად გადის? აგრძნობინა რომ მე შემიძლია აგერ დაუკავშირდე და მხარდაჭერა გამოუცხადო ევროპას. შესაბამისად ამერიკამ, რუსეთმა და ჩინეთმა ერთმანეთი უნდა დავაბალანსოთ. მეტი არ მოგივიდეთ. ანუ ეს ყველაფერი ამან მიცა ნიშანი. ეს ამხელა სახელმწიფოები თავს იყრიან ჩვენს რეგიონში და კერძოდ საქართველოს უნდა გაელოს. ახლა ჩინეთის და ევროპის კავშირი საქართველოს გარეშე ვერ შედგება, ხო? ამერიკის და რუსეთის კავშირიც ან რაღაცა ამერიკა, რუსეთი, ჩინეთის ურთიერთობას ჩვენს გარეშე, ანუ ვაჭრობას გულისხმობ, ეს ვერ შედგება. ვერაფერი ვერ მოხდება. ანუ ჩვენ ამ დროს რას ვაკეთებთ? ჩვენ რა თქმა უნდა ვზივართ და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე წყნარად და მოვლენებს ვაკვირდებთ რა. და ამ დროს რას შვება ის კატეგორია ხალხის, რომლებიც არის მე მგონი აღარაფერს აღარ შვება. არა, უყურე ცდილობენ ბოლომდე ჩაჩმორებულები არიან. არა, ჩაჩმორებულები არიან ერთია, მაგრამ რაც ცდილობენ და რას აკეთებენ, კიდე მეორე. რა უნდათ და ეხლაც რა უნდათ. ხო, ნუ ეხა არ გამოვუვართ. არჩევანი, ხო, პირდაპირ ხო გააკეთეს არჩევანი, რომ რაღაცა ამერიკა მორჩა, მაგათთვის გახდა ევროპა მთავარი. იდეოლოგიური მტერი და შესაბამისად აგერ არის მთავარი არის ევროპა. ევროპის ბედი და იღბალი როგორ წარიმართება და საით წარიმართება, ესეც დამოკიდებულია ამ დიდ სახელმწიფოებზე. ეხლა მაგას დიდი ანალიტიკოსობა და ფილოსოფოსობა რა თუნდა, როგორც კი დალაგდებიან მაგალითად რუსეთი, ამერიკა და ჩინეთი, ევროპის ბედი იქნება დამოკიდებული ზუსტად მათ გადაწყვეტილებებზე. მათზეც არა, ამერიკაზე იქნება პირდაპირ დამოკიდებული. საკმარისია რამოდენიმე ტარიფებთან დაკავშირებით ეკონომიკას თავზე დააქცევენ ამ იმას, რა ქვია, ევროპას.
და არ იყო დაქცეული თუ იაფი ენერგეტიკა არ მიიღო რუსებისგან დაერხევა ბოლომდე. რა თქმა უნდა, იქ ამერიკას ნავთობსადენებიო. აგერ ჩინეთს აქვს და აგერ რუსეთია, ხო? ფაქტიურად მოქცეულია ევროპას შუაში. ამიტომ მე წინა გადაცემაში ვთქვი, ეხლა ევროპამ დაიწყო ბანკოსავით რაღაცა თამაშის დროს, როდესაც ბლეფაობენ და რაღაცა უპირისპირდება ამერიკას, რომ ამერიკა სოფლიოს აჩვენებს, რომ მე რაღაცა გავლენები მაგ ძალა. სინამდვილეში არაფერი არ არის დღის მდგომარეობით, მას არანაირი ძალა, არანაირი ბერკეტი და არანაირი გავლენა არ აქვს. უბრალოდ ცდილობს ეს დაანახოს როგორ იცი, რომ აი მაგალითად 10 ადამიანი რო არის და პოკერს რო თამაშობ და ცუდი კარტი რო გაქვს და პოკერს იქით გადავიდეთ, რო შევეცდები, რომ თქვენ რო დაგანახოთ ჩემი ძალა და ყველაზე სუსტი რო დავჩაგრო რა. დაახლოებით ეგეთ რაღაცას აკეთებს, აგერ რომ მიადგა იქ რუმინეთი და საქართველოსთან დაკავშირებით. ანუ ეს ევროკავშირის ბიუროკრატია ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ თავის იდეოლოგიის გავრცელებით მაინც ფართხალებს ეროვნული ხელისუფლებების დასუსტება უნდა რა და ამან მეგონი ინგლისის როლი არ უნდა გამოგვჩეს. ინგლისში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მდიდარი ადამიანი, რომელიც პანევრიკოს. მათ აქვს ერთი პრაგმატული პოლიტიკა. აი სირიაში რატო აფინანსებს ესე ვთქვათ. სირია რა არის? ესე ვთქვათ. ახეთქილების ვაშლია ბევრი. არა მარტო ახეთქილების ვაშლია, სირიას აქვს იმის პოტენციალი. მაგრამ იქიდან უნდა გავიდეს, რა თქმა უნდა, რუსეთი, იქიდან უნდა გავიდეს ბევრი ისეთი და ისრაელი უნდა გავიდეს, შედის ახლა. თავი რა არის, სირია არის გეოგრაფიულად იმ ტერიტორიაზე, სადაც შეიძლება იემენიდან და სხვადასხვა არაბულ სახელმწიფოებიდან გაიაროს იმან და გაზმა და ნავთობმა და ეს იყოს მისთვის ალტერნატივა. მაგრამ ყოველთვის პრობლემა იყო, რომ ეს იყო ძალიან ჭრელი რეგიონი. ჭრელი რეგიონის და უსაფრთხოების საკითხი ამ ტრუბის გავლენას უსაფრთხოება ჭირდება. ეს სიჭრელი არ იძლეოდა. ეხლა იმიტომაც ეხმარებიან პრინციპ ისლამურ რაიხს, პრინციპ ესე ვთქვათ, რომ იმ საზოგადოების ერთფეროვნება მოხდეს. ხო, მე ერთ ბანდიტს მოელაპარაკონ. ანუ თურქეთის ინტერესები არ დაგვაუჭდეს რა შემთხვევაში. თურქეთში ეხლა ამბებია, თურქეთში ეხლა დროიხელთა ამერიკის დასუსტება დაინახა ბატონმა ერდოღანმა და მის წინააღმდეგ ლიბერალები დაიჭირა. კარგით, ეხლა ჩვენ მეორე წრე ჩავატაროთ ასეთად. მე მაინტერესებს და მოსახლეობასაც საინტერესებს. ჩვენ კითხილად ნავიყოთ, მაგრამ რეალურად ეხლა რაღაც საკითხი, ჩვენი პოპოზიციის საკითხი დასრულებულია. თუ რამე არ მოხდა, ღმერთმა დაგვიფაროს. ეს უკვე ხარჩენებში მონაწილეობას აპირებენ ალბათ. ეგეთი განცდა მაქვს, ეგეთი განცხადებებია. ამზადებენ. ხო, რითაც საბოლოოდ დამსრულდება ყველანაირი ლაპარაკი ბოლო არჩევნების გაყალბებაზე და დამთავრდება მორჩა და ნუ გადავა ოპოზიციურ რეჟიმში დიდი დანაკარგებით. ხალხი ეტყვის, რომ თუ აღიარებას აპირებდით, ქუჩაში რას გვაწოწიალებთ. მე ერთი რამ მაინტერესებს. ის მეთოდები, რომელთაც გლობალური უკვე ევროპა მოქმედებს. ანუ იდეოლოგიზება ყველაფრისა. ანუ ეკლესიის გინება, LGBT თემის წინ წამოწევა, რაც ქართველისთვის და ნებისმიერ ტრადიციული საზოგადოებისთვის უცხო არის. ხო დაინახეს, რომ ეს სქემა არ მუშაობს. რატო არ შეაღწია შხამმა ტრადიციულ პარტიებში? რატო არ დაარსეს fake ქართული ჭალებში პარტიები? რატო არ გარყვნეს სისტემა შიგნიდან? როგორც აღმოჩნდა, ქართული სახელმწიფოც არ იყო გარყვნილი, არ იყო. ვინ გადადგა, თუ პირიქით, ვინც გადადგა და ვინც განცხადებები გააკეთა, ის წასასვლელი იყო და ეხლა ჩვენ ხედავთ პროცესს როგორ უშვებთ ამ ჩვენთვის მიუღებელ სხეულს როგორ დევნის სახელმწიფო რა. რატომ მოხდა ეს და ეს ხომ არ არის იმ ლიბერალ ფაშიზმის დამარცხების საწინდარი? იცი რა არის ჩვენთან საქართველოში. საქართველოში სიამოვნებაში ძალიან დიდი და ძალიან ბევრი მიზეზია იმის თუ ერთ-ერთი ეს უხეირო ბრძოლა არის. მაგალითად მე ხა თინეგვირაში არ ვიყავი და ალბათ არ ვიცი ლაპარაკეთ თუ არა არ მინახავს. მაგალითად ქართულმა ოპოზიციამ ეხლა აღმოაჩინა ერთ-ერთი ბოლო რაც ძალიან გამეცინა ბოლო ფაქტი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა იცის. სალომე ზურაბიშვილი არაადეკვატურია. ანუ ხა ეს გიჟირო არის. ანუ ეს ხო, ანუ ეს არის, ანუ არ ვიცი რა, ანუ ეს არის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ დავწუნდით და სალომე ზურაბიშვილი არ არის. და დაალაგებული. ოჩ დიდი ხანია ვიცოდი. კი, ხო, ანუ ეს რა იცი, ეს ჩვენ ვიცით როგორც აი აუცილებელი, ანუ
შემადგენელი ცუდია, კარგია კი არა. არა, შალვა. მაგას თავი დავარდე. ანუ მან საუბარი არის ამ ადამიანის პოლიტიკურ კომპონენტზე, რომ ჩვენ ვიცით, რომ ის ასე იქცევა. არა მარტო პოლიტიკური, ადეკვატურია. ხო. და ეს რა არის ახლა, რომ ქართულ ოპოზიციას არ შეუძლია გაიაზროს მათი შეცდომები, იმიტომ რომ ძალიან რთულია გაიაზროს შენი შეცდომები, ოდესაც დამფინანსებელი არის სხვა ქვეყანაში, ოდესაც შენ იმას უჭირს. როდესაც შენ საინფორმაციო და სხვა მხარდაჭერას იკეთებენ ხალხი, რომელთანაც შენ არ გაქვს კავშირი. ხო, მაგრამ შენ არ უნდა იყო ძალიან გიჟი რა. შენ არ უნდა თქვა, რომ ფეხბურთის ნაკრებს ზურგს შევაქცე. არ უნდა თქვა, დებილი არ და შენ რომ ამას ამბობ, შენ მან დამფინანსებელი მოგწეს რომ არ ქნა ეგა. შავა ძალიან ის იყო რა შეხედე ხარ ნიკა გვარამიას მოუწია პატრიოტიზმის თამაში და დაეკუკა თავზე 10 ანუ ალბათ ბოლოს 20 წლის წინ იმიტომ ტალახაძეზე აქვს ნათქვამი რომ შენ ისინი არ מחარებს რომ წარმატებები ეხა მოუნდა რომ მეო დაკრებს გულისხმობ დაკრებს გულშემატკივრობოდა მარტო რუსთავზე ვიძგას ისინი კი არ არის საქართველოს რას ქვია არ არის მაგათ ხომ მიაშინო ძელი დედამიწა რუსთავზე დგას აპროტესტებს იმას რა ქვია ვითომ გაყალბებულ არჩევნებს და ვითომ რუსულ რეჟიმს ეს ან წარმოიდგინე რა რომ ანუ იმას გვარამიას მოუწია ამის თქმა იმიტომ რომ გადაფურთხებული სალოკვა რაც ძალიან ხშირად ის არის შავა ანუ გადაფურთხებული და არ არის რა იდეაში ჩანს რა რომ რამდენი დღე უნდა მე მართლა მაინტერესებს ანუ რავი 30 დღეში ერთხელ მახულობ ხოლმე ანუ ჩავთვალ ხოლმე რა ხდება აქციაზე და იცი სადამდე მე გეტყვი შენ მაგათ ხო ჩვენთვის ცუდი უნდათ საქართველოსთვის ჩვენმა ტურისტულ ადმინისტრაცია უნდა გააკეთოს ატრაქციონი. გიჟების შეკრება ყოველ 10 საათზე იკრიბებიან და დაიწყოს ტურისტების მარშრუტში ჩასმა. ინდუსტრია ხო რომ აი აქ ხედავთ რაღაცა სიახლეა რომ მე700-ე დღე და აი რა საპროცესო თუნდაც და რა მათ არ უნდათ ეს რომ ჩვენ ტურიზმიდან ფული ავიღოთ. ხო სპეციალურად აი ესეთი ზაკრული ხერხი. ერთი მინდა ჩვენს მაყურებელს ერთი საინტერესო დაკვირვებაზე ასე ვთქვათ გაუზია რომელიც მაქრო ან როგორც წესი ანუ მე აღმოაჩინე რომ ან დაახლოებით ერთ და იგივე რაღაცეებს ანუ ეროვნების მიუხედავად სხვადასხვა ხალხი ერთ და იგივე სახელებს ვანიჭებთ ანუ რას გულისხმობ რომ ეხლა ხაზ აღმოაჩინე რომ ამერიკაში ლიბერალებს მოწინააღმდეგე ეძახიან გიჟებს ხო ისევე როგორც crazy ხო ანუ ისევე როგორც ჩვენ ანუ გიჟებს ეძახიან ზუსტად ანუ მასკი ეგრე არ წეს კი ანუ მაგას ამბობ ანუ ეს არის ის რომ ჩვენ ხო შიდა საუბრებში დიდი ხნით წინ დავიწყეთ გიჟების დაძახილი რომ იმიტომ მარტივია რა ანუ იმიტომ რომ ხვდები რომ ანუ აი გიჟებს რო ამბობ კონკრეტულად იცი ვიზია საუბარი ეხლა აღმოაჩინე რომ იქაც ეგრეა იმიტომ რომ მე ხა მაგათი ხა რუსული იმას ვკითხვა ყველა ქვეყანაში დაახლოებით ოღონდ რაღაც კატეგორიას ხალხს რაღაც ასე მოლიბერალო ცოტა მოგიჯო ტიპებს ყველა ზახის გიჟებს აი მარტინ ლუთერ კინგის ხოჩერს მარტინ ლუთერ კინგის გამოძიებაზეც მოიხსნა ეხლა კრიპისაიდ უნდა და ნახოთ რა იქნება no peace no justice ხო არის ამათ ხო აი ეს არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ძალიან საყვალად ძღეს უკვე ყოველ ტვინი იბურგება ხანდახან მაგრამ ზუსტად იგივე წამღერები არის სერბეთში ერთ იგივე არაფერს აცვლიან მოტივს აცვლიან სერბეთში პროტესტზე ესეთი წამღერება ისე სხვათა შორის ცეცხლი ოლიგარქია სხვათა შორის მე მინდა ცეცხლი ოლიგარქია ჩვენი მთავრობის ასე ვთქვათ სასკადლოდ თქვა რომ ჩვენ მთავრობა ძალიან გამოიძერცა მოიბრძმედა ბრძოლაში ისინიც აღიარებენ ამ სიდებილეს ისეთი კარგი მთავრობა გვყავს აი საერთოდ ანუ ექსპერტები ვართ საერთოდ მენანება კარგი სიტყვის თქმა ჩვენი ხელისუფლების რეალობა ტერიც კი აღიარებს ამას ესენი ტერი არ არის ალბათ უფრო და ხო ანუ აი ხო ხდება ფათაშორის კიდევ ერთი ნახე ინტერნეტში მინდა ჩემაყურებელს გაუზიარო რომ ერთი ძალიან კაი ტერმინი ნახე რომელიც ძალიან მომწონს რა რომ ერთი ჩემი ოღონდ რუსეთში აღო ჩვენთან არის ანუ რა რომ არის ასეთიო ტერმინი რუსოფრენია ანუ ეს ასგულისხობს როდესაც ერთდროულად გონია რომ რუსეთი იშლება და მეორე მხრივ რუსეთი იპყრობს თელ სოფლიოს და ისე მართალია და ჩვენთანაც ხო ეგრეა რომ ძალიან მაგარია ძალიან ფანტასტიკური რომ რუსეთი სულს ღაფავს და ამას იპყრობს ამას ტრამპი დასვა და თავი არის ჩვენთანაც ეგრე არ არის ქართული ოცნება ჩამოშტილია და ამ დროს არის რაღაც ტირანიის რაღაც ყველაზე უძიმესი ფორმები ტირანია მაგათი აზრი ხო
ჩვენ ოპოზიციაზე საუბრობთ. არა, აი ამ არა, რატო ვერ გააკეთა ეს deep state-მა, იქაურმა გლობალისტებმა. ერთი ანუ გააკეთეს გიჟებით დაკომპლექტებული, რომელიც რა თქმა უნდა თავისი გიჟის გამო არ აყვა ხალხი. ნახე, მე უყურებ შემდეგნაირად, რა რომ არსებობს ყველა საზოგადოებას აქვს რაღაცა კულტურული ნიშნები. კოდი კი ბატონო. კოდი ნიშანი, რომელიც არის რაღაცნაირად ხელშეუხებელი არის რა, თუ იმ საზოგადოებაში პოლიტიკურად გინდა რომ წარმატებული იყო რაღაც თემებს, რომც არ მოგწონდეს არ ეთანხმები. უფრო არ ეხები. არ ეხები. მაგალითად პატრიარქს არ ეხები. არ ეხები. ეკლესიას არ ეხები. ხო, აქ რატომღაც ისეთ ვენები გადაიჭრეს და სულ ლანძღავდნენ და საკეული მდრები შეიძლება აკრიტიკო. მაგრამ პატრიარქი საქართველოში ვინც არ უნდა იყოს შენ უბრალოდ იმიტომ რომ გინდა რომ რაღაც საქმე აკეთო კრიტიკის ფორმაც ხო არსებობს ხო არა ფორმაც ხო ეს არ იყო კრიტიკა ეს არა ეს იყო შეურაცხყოფა რიტუალური ეხლა ნაკრების საკითხზეც ხო აი აბსოლუტურად ანუ თუ გინდა რომ შენ საზოგადოების გული მოიგო არ უნდა ხო ეს საკითხები ის უნდა გააკეთო რაღაცა გამოიტანო თუნდაც აი ძალიან ადამიანური ურთიერთობა მეგონი გუშინ წინ მოხდა დიანა ტრაპაიძე რომ მიულოცა ხო აი მეგობრები არიან კაცო ყველას ყავს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მეგობარი რა თქმა უნდა ანუ შენ რომ ესეთ საკითხში ანუ ესეთ ავტონომი ერთი მხრივ შენ გინდა ადამიანი იყოს თავისუფალი ინდივიდი თავისუფალი იყოს რა და მეორე მხრივ არ შეიძლება იმას შენ მეგობარს მიულოცო და ეს პროპაგანდისტი ანუ იმის თქმა მინდა რომ თვითონ იმდენად სექტანტური არის მათი სამხედველობა სექტის ყველანაირი ნიშანია ადრეს ვსაუბრობდით ამაზე სექტის ნიშანი რა არის აი ფუნდამენტური ნიშანი ერთი ის რომ ყავს ბელადნე მართმენა მეორე ის რომ მინი ვიწრო რეალობაში ცხოვრობენ. აი ეს ვიწრო რეალობის განცდა ყველა ლიბერალს რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდეს აქვს ერთნაირი. და იქით უბრალოდ არ არსებობს, უბსკულია, მართალია. და კიდე ერთი მომენტია და რა ვიცი, რადგან უკვე სხვა სამყაროში ცხოვრობთ, ამის თქვის საშუალება მაქვს. მოკლედ კულტურული ტიპები არის სხვადასხვა. ნიჩეს ამბობდა, შპენგლერის ამბობდა არის რაღაც აპოლონური მამაკაცური. ეს დიონისიური. ეს ყველა კულტურა ლიბერალური კულტურა სინამდვილეში არის ძალიან რაღაც ფემინური კიბელეს კულტურასაც ეძახიან, ანუ კასტრირებული დედის, კასტრატი დედის კულტი რა, ისტერიულობის ეს არის რაღაც ისეთი რაც არ არის ჩვენში. ისეთი კულტურული კოდი, რომელიც რაღაცნაირად აი რაც კულტურულად მიეწერებოდა მამაკაცს, მაგრამ არ იყო მარტო მამაკაცის არა რა თქმა უნდა. ეს ლოგიკურობა, რაღაცა რეალობისადმი ადეკვატურობა, რაღაც სიმართლე, სხვისი სიმართლის მიღების უნარიც, ტრის დაფასების უნარიც და ასე შემდეგ. ყველაფერი მოსპოდა ისტერიულ რაღაც ზღვაში ჩაძირა. ცეცხლი ოლიგარქიას აი ამას. არ იქნება. რაღაცა. შენ ამას უნდა გაჩვენო. არა, ბიჭო, შეურაცხყოფებთან უნდა გაჩვენო. საბოლოო ჯამში რატომ აა პრობლემა? მე ჩვენ ხა ევროპის მაგალითზე ვხედავთ რა, რომ იმდენად ახდენს საზოგადოების კასტრირებას, რომ აი ეს საზოგადოებას დროთა განმავლობაში აღარ შეუულიათ სხვა კულტურების გადამუშავება პირიქით მოსულები უფრო ასე კულტურულად უფრო რა ვიცი თქვათ მოდით რა უფრო პრიმიტიულები უფრო ჩამორჩერილები ხო ახდენენ პირიქით ზეგავლენას ახდენენ რა არა აი მაგალითად სწორს ამბობ და მე შენ როცა მოდის ვიღაცა ბავშვი 18 წლის გოგოც ხარ ცეცხლი ოლიგარქიას ანუ ცეცხლი ოლიგარქიას არის ძალიან რადიკალური ამის რო ამბობ მართლა უნდა გახსნა ცეცხლი ხვდები ცეცხლი რაღაცა გონია რომ პატარა ის რო უყებს ისა იმას რა ქვია დიდ დათს ქართული არტისტიზმიც არის მე არა გავიგე მაგრამ მაშინ სხვა რამე რაღაცა სხვა ოლიგარქია ცეცხლი ოლიგარქიას და როცა არის ხო სასაცილოა არა ხო ისროდნენ ისე ხო ის კი ეგეც ფეიკია შტურმავიკები იმავს რომ იზროდნენ კაი ხლაპუშკას მართალია ზიანი მიაყენეს თქო და მე ზადა დაასრულოს ხო ნუ ესე იგი ჩვენი ეს ოპოზიცია არის მართლა რაღაცა საფეხურები ხო გაიარა აი კაცობრიობამ რა რასაც აი ოფილოგენეს ეძახიან რომ ანუ გამოიარა რაღაცა მითოსური რაღაცა ტოტემისტური რელიგიური საფეხურები და ჩვენ რასაც ხედავთ აი საკუთრივ აი ამ აქციებზე ახლა რასაც ნუკრი ამბობდა ეს ხო არ არის შემთხვევითი და რაღაც უბრალოდ
რა ვუდუს რიტუალები, ბოს გამოტანა, ანუ ეს რასაც ამბობს, აი ეს საჯარო წყევლა, ქაჯების არქეტიპი, ხო რაც არის ქაჯის და ჭინკის არქეტიპი ქართულ მითოლოგიაში, ხო? ეს ყველაფერი ხდება. ანუ ეს ხო ჩვენ ხო ეს ვიცით ეს სპენსერა ნიჩე, ვახსენე ესენი ამბობენ რომ ანუ ეს ჩვენ კი ვართ რაციონალური, მაგრამ ჩვენ კოლექტიურ არაცნობიერში ძინავთ ამ დემონებს და პერიოდულად ამოანთხევს ხოლმე ეს დემონები. აი ამას ხედავთ, უბრალოდ ვიღაცა ტიპები, ევროკავშირის ბიუროკრატები, რატო ეგონათ ეს მოიგებდა? ფიქრობდნენ რომ ესენი არიან ამას ინსტრუმენტალიზაცია უნდა მოახდინონ. რატო ფიქრობთ? აი მე ჩვენ ხო ხშირად ვფიქრობთ, აი რატო სხვა აქტორებზე არ დადეს, რატო ფეიქ ეროვნულო, აი ისადეს ისე ქალთა ხორუმი და რო იგალობეს ქალთა ხორუმი LGBT გალობა, ვერ ეხსნებიან მაინც. აი ვერ ეხსნებიან, იმიტომ თან მათ სისტემა საწყობი უკვე კადრებში შეჩეულია. ქალთა ხორუმს აზრი აქვს, მაშინ როცა კაცთა ხორუმია შევხარეს. ერთ დებულებას ვიტყვი, ანუ ამ თავარი მომენტი არის ის და ეგეთი შთაბეჭდილება შეიძლება ვწდები. რომ ეს ქვეცნობიერი მომენტია, მაგრამ სურვილი იმისა, რომ ქართული სახელმწიფო იყოს წარუმატებელი, არის იმის გამართლება, რატომაც არიან ესენი თვითონ წარუმატებლები. ხო და ამიტომ ჭირდება რომ ყველა იყოს წარუმატებელი. მოდი ამა ჩამოწიონ თავის დონეზე რა. დაზაგთხოვთ. თავარი მე მგონია რატომაც თქვათ ვერ მოერივნენ დღეს საქართველოს ისინი დიდები ესენი გასაგები ნუ ამაზეც ეს როგორც რაღაცა მათი ანუ ის არის რომ ნუ ხელისუფლების წვლილზეც ვილაპარაკოთ მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ დააბარა ტესტი ეს არის ანუ სუვერენიტეტისადმი და ქვეყნის დამოუკიდებლობა საღიაზრის თუნდაც ხო ამ შემთხვევაში საღიაზრი მაგრამ ამ საზოგადოებამ სწორად აღიქვა ის რომ ქვეყანა უკвеდრო აი ხო არის რაღაცა ყველაფერს აქვს თავისი დრო და იმ დროს დაემთხვა, როდესაც საზოგადოება ერთსულოვნად მიხვდა, რომ დღეს საჭირო იყო და აუცილებელია დაცვა და ბრძოლა სუვერენიტეტისადმი და ამ სუვერენიტეტის დაცვაში შედიოდა ის ყველაფერი, თქვათ, რაც არის მშვიდობის დაცვა, მხარდაჭერა ხელისუფლებისა და ასე შემდეგ ამ ხალხის არ მიიღება. თორე ახლა თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს მსგავსი ქვეყნები და რა მხარდაჭერა ქონდა ოპოზიციას. ესეთი რამე ხომ არ ყოფილა ისტორიაში, გამახსენეთ ვინმე, უახლეს ისტორიაში, წინა საუკუნე ავიღოთ, ევროპის მთელი ბიუროკრატია არ ყოფილა. ქვეყანა არ დარჩა ფაქტიურად, ნუ ავლაპარაკობთ ახლა ორ ქვეყანას. ამერიკის ადმინისტრაცია ფაქტიურად პრეზიდენტიც კი ამერიკის პრეზიდენტი განცხადებებს აკეთებდა საქართველოში მიღებულ კანონზე. ასანქცირებდა ხალხს. კანონზე ანუ ამ ხელას ზეწოლას ვერ გაუძლებდა ვერც ერთი ქვეყანა, რომ არა საზოგადოების, ასე თქვათ, ყარადგომა და ფული? ხო, ნუ იმ ფინანსებზე არ ვლაპარაკობ. ანუ საზოგადოებამ რამდენი მოდიოდა? საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთმანეთს გაუგეს როგორც იქნა. და ვერ მოატყუეს ანუ საზოგადოების დიდი ნაწილი და ამან გამოიწვია რომ ქვეყანა დადგა მყარად. ეხლა რაც შეეხება ამ ჩვენ გაჭირვებულებს ესენი რო არიან რა. მაგარი ძალიან ცუდია, საცოდავი ხალხია. ნებისმიერი მაგალითი აიღე, ანუ და მერეც კიდე ეხლა გამოცდილებამაც თავის საქმე გააკეთა კაცო ეს ხალხი ხო უყურებს რომ ვიღაცა ნანუკა ჟორჟოლიანი რომელიც თულმე ზრუნავს ახალგაზრდების ბედზე და იღბალზე 10 წლის წინ ამ ბავშვების ციხეში დაჭერას დახოცვას აპრავებდა. იცი რა თქვა და პატარა ჩანართი. მეო მომხსენე ყანაღაო და პოლიტიკურში არ დავხარჯებ ფულს. შენი დედავატირე, რას ნიშნავს ეგ? ანუ რა? ჩვენ დავინახეთ რომ ამ ხალხს მანამდე ხარჯავდა. ხო, ამ ხალხს როცა ჭირდება, კი ბატონო ეგ ერთგვარი ირიბია. ეგ რა არის? ანუ როგორ რატო არ დახარჯა პოლიტიკურში არასწორად ხარჯავდი? კიდევ უფრთხილდება ჩვენი ხელისუფლება, აი წეგან შენ ჭკვიანულ საქციელზე ლაპარაკობ. კი ბატონო. ანუ როგორ არის იცით რომ ცდილობს რომ კიდევ სიტუაცია არ დაძაბოს. მიუხედავად იმისა რომ რაღაცა ფორმით ევროპას ძალა გამოცდილი და მათი განცხადებები მაინც ხო ჩვენ არ არავისთვის იმათვისაც აღარაფერს განცხადებები უბრალოდ რაღაცას აპიარებენ ცდილობენ რომ გააცოცხლონ აბა რა უნდა ქნან მაგრამ მიუხედავად ამისა
ისეთ ქმედებებს, აი რაღაცა მკვეთ მოძრაობებს მაინც არ აკეთებენ თუ არა. როგორ არის დანაშაულის ხელი შეწყობა თუ არ არის, აბა რა არის, რასაც ესენი აკეთებდნენ. მაინც პარტიები, აი თურქეთის მაგალითად დღევანდელი თურქეთის ქმედება რაც გააკეთა, ხო? იქ რაღაცა ოპოზიციონერი ნომერ პირველი სტამბულისმერი არ არის. სტამბულისმერი ცოტა თანამდებობა არ არის. პერსპექტივაში ეს იყო პრეზიდენტი. რა თქმა უნდა. პერსპექტივაში პრეზიდენტი იყო ის დაიჭირეს. აგერ თქვათ ევროპა რასაც ჩადიოდა რუმინეთში და ასე შემდეგ. ჩვენები მაინც ხო შეიძლება ვიღაცა პროვოკაციაზე წამოგებულიყო და ეთქვა კაცო. აგერ რუმინეთში რას აკეთებენ, აგერ თურქეთში რას აკეთებენ, ამერიკაში რა ხდება, სირიაში აგერ რა ხდება და ჩვენ რატომ არ შეიძლება მკვეთი ნაბიჯი გადავდგათ კანონის შესაბამისი. კანონის შესაბამისი. იმასაც არ აკეთებენ, რომ ზედმეტად არ დაიძაბოს სიტუაცია კიდევ რაღაცა ჩვენ არ გავხვდეთ რაღაცა საჯილდაო ქვა კიდევ ევროპასა და საბაბს არავის არ ვაძლევთ. კანონს მივყვებით, მაგრამ საბაბს არავის არ ვაძლევთ. რამათი დამოკიდებულება ხა ერთი წავიკითხე, რა ქვია, LGBT თემის წარმომადგენელი, რომ ამ ფეხბურთელებთან დაკავშირებით რაც გააკეთეს ასისრულეთ სიფრთხილე. ნელ-ნელა თავის გამორჩეველიც გამოეცლება, ხო? ის აკეთებს, რომ განსხვავებას, რომ თქვენ კი მოიგეთო, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოს დამარცხდაო. ანუ ეხლა ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, თქვა, გახარია რაღაცა, ხო ნორმალური ადამიანი ხო ხარ. ანუ ამაზე ხო უნდა გქონდეს რეაქცია. ანუ მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ხელისუფლების და ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ და ანუ ის მართალია თუ არ არის ხო დაძაბულ ქვეყნის რეაქცია რა ანუ ეხლა წარმოიდგინე შენ რომ LGBT თემის წარმომადგენლის ნაოცნებარი გამარჯვებული საქართველოს როგორია და იმას რომ ხარს უჭერ ხო აი გაჩუმებული ხარ და ხარს უჭერ ხო ასე არა ხო ეთანხმები არა ხო შეიძლება ვიღაცა ხარს კი არ უჭერ ზურგით შეგწევით დავდგეთო კაც ძალიან ესეთმა ის ანუ იმის განცხადება რომ იმას უნდა თავის თვითონ რომ უნდა ისეთი საქართველოს უნდა და შენ ამას ირიბათაც და პირდაპირაც ხარს უჭერ ხო შეიძლება რაღაცა ფორმით ვიღაცის რაღაც არასწორი ქმედება არასწორი საქციელი დანაშაულებრივით რაც გინდა დაარქვი რაღაც ფორმით გააკრიტიკო და გამოხვიდე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მაგრამ უფლება არ გაქვს შალვა რატომ არ გაქვს უფლება იმიტომ რომ შენი ბედი შენ არ გეკუთვნის როდესაც აგენტი გახდები ვისიც გინდა იყო პოლიციის აგენტი ხარ პროკურატურის ევროპის, ამერიკის თუ ჩინეთის აგენტი ხარ, დამთავრებულია. ანუ შენი ბედი რაღაცნაირად არის დამოკიდებული, რაღაცნაირად არ აქვს. იმაზეა დამოკიდებული. რასაც უნდა იმას გაგიკეთებ. აქ ხელში კომპრომატი უჭირავს. რა თქმა უნდა, ისეთი კომპრომატი უჭირავს, რომელიც დაგღუპავს. როცა უნდა გამოიყენებს ამ კომპრომატს და იქაც აღარ დაგედგომება, სადაც ხარ. ამიტომ ახლა რასაც ეთქვიან ამათ, ის უნდა აკეთონ. უბედურება, ხალხო, ეს არის უბედურება, როგორ შეიძლება ქვეყანაში ოპოზიციად იწოდებოდეს რაღაცა კასტა კატეგორია, ამას კონდეს 800.000-იანი მხარდაჭერა 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში და ქონდა კაცო ცოტა ხნის წინ და ამას ყველა მიწოდეს, რომ ესენი არიან აგენტები, ფულით ნაყიდი და მათი ძაფები სხვა ქვეყნებში სხვადასხვა სამსახურებს უჭირავს ხელში. რასაც უნდა იმას უზავენ და როცა უნდა ანუ შენ რომ ფიქრობ რომ ამას ხმას მივცემ და ხელისუფლებაში მოვიყვან აი ხელისუფლებაში რომ მოიყვან იმ ძაფებს მაშინ მიწევენ და მაშინ მოწევენ მაშინ გააქტიურებენ კისერს ამ შენს ქვეყანასაც და ხალხსაც და ამას ხომ უნდა დაფიქრება და წეღა რომ ამბობდით როდემდე გაგრძელდებაო ჩემი შალვა ჩვენ წინ არჩევნები ხო გვახსოვს კაცო წინ არჩევნებში 8 თვე ცდილობდნენ რომ ეყანყალებინათ ქვეყანა რა ეხა ცოტა ხანი კიდე ეხა რუსთაველიზე მერიას დაგეგმილი აქვს რეკონსტრუქცია ხო რეაბილიტაცია აქვს თლიანი დაგეგმილი მე რუსთაველიზე ადგილს ვეღარ ეპოვიან სხვაგან გადაინაცვლებენ და ნელა ზოგს ეხა რუსთაველის ხათრი დადიან იქ ზოგი იმიტომ რომ რუსთაველზეა მიტინგი თორე თქვათ ეხა შეურაცხყოფას კი არა გრდანში რო ტარდებოდეს მიტინგი მაგდენი კი აღარ იქნება და ასე შემდეგ რა ესენი ნელა მილევად რეჟიმში გადავლენ და საბოლოო ჯამში როდესაც ისინი თავისი პატრონები ეთქვიან რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვათ არ უნდა და ხო ნორმალური ადამიანი ფიქრობს, რომ ეხლა რომ მე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, ჩემი ამორჩეველი მეტყვის, რომ ესე იგი ის უკვე ლეგიტიმურად ჩათვალე, ხო შენ წინა არჩევნები, რახან ახალ არჩევნებში მონაწილეობას იღებს. მიუხედავად ამისა, რომ ესე ფიქრობენ, მაინც გადაწყვეტილებას ხმები მიიღებენ. ძალიან კარგი. ესე იქნება რა. მეგობრებო, მე მგონი ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ ვამბობთ.
მე მაგრად მიკვრის რომ არც ერთ ეგრეთ წოდებულმა შემოპოზიციურმა ლიდერმა არ დაგმო გამონათქვამები რომ ზურგი უნდა შევაქციოთ ნაკრებსო და ესე იგი ეგრე ფიქრობენ და ნუ სირცხილია გამარჯვებებიც არც გააზიარეს. არც გააზიარეს. ბევრს დავაკვირდი აქამდე ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერები ჩემს სისტემაში ვინც არიან, ყველა მოგების დროს ულოცავდნენ ერთმანეთს. მილოცვა ხო იყო რაღაცა კარდებს და დებდა და რაღაც. კი ბატონო. ეხლა გაჩუმე ყველა ანუ ხარს ასკარად შეიძლება ეგეთ რამეს განცხადებებს არ აკეთებენ, მაგრამ იდეოლოგიაში ზიანი ყველა. ანუ ეს გამარჯვება არ მოეწონა. ძალიან მალე ყველაფერი დასრულდება და ჩვენ ვქნებით კარგად. ამ იმედით ჩვენ მომდევნო შაბათამდე ემშვიდობებით მეგობრებო, კარგად გრძანდებოდეთ.